მოგესალმებით. BMG საინფორმაციო სამსახური იწყებს პირდაპირ ეთერში მუშაობას. დღის მთავარ ბიზნეს და ეკონომიკურ სიახლეებს მე ჟურნალისტი ელენე გოგბერაშვილი წარმოგიდგენთ. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად 8.25%-ზე შენარჩუნების გადაწყვეტილება მიიღო. იმის მიუხედავად, რომ ინფლაცია ივნისში კვლავ 3-დან მაჩვენებელზე მაღლა 5.8%-ზე იყო, სები აღნიშნავს, რომ ამჟამად განაკვეთის დამატებით გამკაცრების საჭიროება დღის წესრიგში არ დგას. სების განახლებული ცენტრალური სცენარის მიხედვით ენერგორესურსების წვლილი ინფლაციაში მიმდინარე წელს მნიშვნელოვანი დარჩება. აღნიშნულის გათვალისწინებით სებმა 2026 წელს საშუალო ინფლაციის პროგნოზი 0.3%-ით 5.2%-მდე გაზარდა. ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გახანგრძლივებამ ენერგორესურსების ფასებიდან მომდინარე არაპირდაპირი ინფლაციური ეფექტების რისკები გააძლიერა. ინფლაციის შედარებით ხისტი ფასების ინდიკატორი, რომელიც უკეთ ასახავს გრძელვადიან ინფლაციურ პროცესებსა და ინფლაციურ მოლოდინებს, კვლავ მიზნობრივ დონესთან ახლოს ნარჩუნდება. კერძოდ, ივნისში საბაზო ინფლაციამ 3.2% შეადგინა, თუმცა მომსახურების ინფლაცია 4.1%-მდე დაჩქარდა. აღნიშნული მიუთითებს, რომ საბაზო ინფლაციის ზომიერი მაჩვენებლის მიუხედავად, მეორე რაუნდის ეფექტების გაძლიერება რისკები კვლავ საყურადღებო ფაქტორად რჩება. სების განახლებული ცენტრალური სცენარის მიხედვით ენერგორესურსების წვლილი ინფლაციაში მიმდინარე წელს მნიშვნელოვანი დარჩება. აღნიშნულის გათვალისწინებით 2026 წელს საშუალო ინფლაცია 5.2% იქნება. 2026 წლის მეორე ნახევრიდან ინფლაცია შემცირებას დაიწყებს და საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს ეტაპობრივად დაუახლოვდება. რა ფაქტორებზე ამახვილებს ეროვნული ბანკი გავრცელებულ პრეს-რელიზში ყურადღებას, თუმცა შუბაშვილი ჩაგვაყენებს საქმის კურსში შემდეგ გამოშვებებში. კალტენდაგარტის შეფასებით აგროთანადაფინანსების ახალმა პროგრამამ სოფლის მეურნეობის სექტორში შესაძლოა საინვესტიციო აქტივობა შეანელოს. საინვესტიციო ბანკი აღნიშნავს, რომ მოქმედი მოდელის ფარგლებში ინვესტორს პროექტის დაფინანსება თვითონ უწევს, სახელმწიფო გრანტი კი მხოლოდ ვალდებულებების შესრულების, აუდიტის და ადგილზე კონტროლის შემდეგ ირიცხება მაქსიმუმ 18-დან 24 თვის განმავლობაში. ამასთან აგროკრედიტის პროცენტის სუბსიდია შემცირდა და 11%-დან სების რეფინანსირების განაკვეთზე გადავიდა, ხოლო პერიოდი 48-დან 36 თვემდე ჩამოვიდა. ამ ყოველივემ შესაძლოა ინვესტიციაზე უკუგება შეამციროს, განსაკუთრებით დაბალი საწყისი კაპიტალის შემთხვევაში, რამაც საბოლოო ჯამში შესაძლოა ჯამური საინვესტიციო აქტივობა შეანელოს, აღნიშნავს კალტენდაგარტი. გრძელვადიანად საინვესტიციო ბანკი ახალ პროგრამას პოზიტიურად აფასებს, რომელიც გაზრდის პროექტების ხარისხს, სექტორის კორპორატიზაციას და სახელმწიფო რესურსების მიზნობრივ გამოყენებას. მცირე და საშუალო ნავთობ იმპორტიორებს საქართველოში საწვავი ვეღარ შემოაქვთ. ცენტრაპეტროლიუმის ინფორმაციით მიზეზი ისაა, რომ საქართველოს პორტებში არსებული ტერმინალები კომპანიებს მომსახურებაზე უარს ეუბნებიან და ხელშეკრულებებს აღარ უფორმებენ. შესაბამისად, კომპანიის ინფორმაციით პორტების ტერმინალებში საქონლის მიღების შესაძლებლობა მხოლოდ მსხვილ ნავთობ კომპანიებს აქვთ. არსებული მიდგომა, რომელიც ბოლო 1 თვის განმავლობაში ჩამოყალიბდა, მცირე ბიზნესს აიძულებს საწვავი მსხვილი კომპანიებისგან ადგილობრივ ბაზარზე მაღალ ფასში იყიდოს, რაც კონკურენტულ უპირატესობას აკარგვინებთ და არ არის გამორიცხული მსგავსი შეზღუდვების პირობებში კომპანიების ნაწილმა საერთოდ ბაზარი დატოვოს. რა ხდება საწვავის ადგილობრივ ბაზარზე? რა გამოწვევებს ქმნის როგორც ბიზნესისთვის და ისე მომხმარებლებისთვის ნავთობპროდუქტების იმპორტის შეფერხება? ცენტრაპეტროლიუმის გენერალური დირექტორი ჩაგვაყენებს საქმის კურსში 15 საათსა და 30 წუთზე. რუსთაველის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. თბილისის მერის განცხადებით, სამუშაო ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით ხორციელდება, რაც პროექტის შესრულების ტემპს მნიშვნელოვნად აჩქარებს. კახა კალაძის ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე ამ დროისთვის მთლიანად დასრულებულია ასფალტის საფარის მოფრეზვის სამუშაოები, პარალელურად კი მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის სრული განახლება და ახალი კაბელ-არხების მოწყობა მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად რუსთაველის გამზირზე სრულად განახლდება მიწისქვეშა კომუნიკაციები, ჰაერში არსებული სადენები მიწისქვეშ ჩავა, განახლდება საქვეითო ინფრასტრუქტურა და რეაბილიტაცია ჩაუტარდება მიწისქვეშა გადასასვლელებს. არსებული გეგმით რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია ნოემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს. ამ დროისთვის მთლიანად დასრულებულია ასფალტის საფარის მოფრეზვის სამუშაოები, რაც პროექტის საწყისი ეტაპი იყო. უკვე მეორე დღიდანვე ობიექტზე შევიდა კომპანია GVP, რომელმაც წყალმომარაგებისა და წყალარინების მოძველებული ქსელების სრულ მასშტაბიანი განახლება დაიწყო. პირველი, რაც გაკეთდება, ეს არის მიწისქვეშა
ინფრასტრუქტურის განახლებასაც ვერ ვიტყვით, ფაქტიურად ახალი პროექტი ხორციელდება, ახალი მილები ჩაიდება. ეს არის პროექტი, რომელმაც ათეულ წლებს უნდა გაუძლოს. პარალელურად კონტრაქტორი კომპანია აქტიურად ახორციელებს ტროტუარზე არსებული მოაჯირების, ბორდიურებისა და სხვა ინფრასტრუქტურული ელემენტების დემონტაჟს, რათა მომდევნო ეტაპზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სივრცეები მოეწყოს, ასევე ინტენსიურად მიმდინარეობს მიწისქვეშა გადასასვლელების რეაბილიტაციისთვის მოსამზადებელი სამუშაოები. ხოლო ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული არაეფექტიანი კომუნიკაციის გამო კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ USA to Georgia-ს ბრენდის მფლობელ TTL ASHISH ჯგუფს მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინა. საქმე ეხებოდა საზღვარგარეთიდან ამანათების ტრანსპორტირების მომსახურებას. მომხმარებლის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ამანათების ტრანსპორტირებისა და ლოკერში განთავსების საფასური სრულად ჰქონდა გადახდილი, ამანათების მიღებას ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ვერ ახერხებდა. სააგენტოს მიერ საქმის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მომხმარებელი კომპანიისგან შესაბამისი ინფორმაციის მიღებას და პრობლემის მოგვარებას ცდილობდა, თუმცა მას მხოლოდ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ასისტენტი პასუხობდა, რომელიც განმეორებით აწვდიდა ერთსა და იმავე ავტომატიზებულ პასუხს. სააგენტოს განმარტებით ხელოვნური ინტელექტის და სხვა ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენება მოვაჭრეს არათავისუფლებს მომხმარებლის წინაშე ვალდებულებების შესრულებისგან. ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სისტემა კი არ უნდა წარმოადგენდეს მომხმარებელთან კომუნიკაციის ერთადერთ საშუალებას. მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში მოვაჭრემ უნდა უზრუნველყოს მისი დაკავშირება რეალურ წარმომადგენელთან, რომელიც საკითხს ინდივიდუალურად და კომპეტენტურად განიხილავს. სააგენტომ კომპანიას დაავალა ერთი თვის ვადაში აღადგინოს მომხმარებელთან დარღვეული უფლებები და სავაჭრო პოლიტიკა კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს. ასეთი იყო საქმიანი ამბები ამ დროისთვის. განახლებული ინფორმაციით ზუსტად 1 საათში უბრუნდებით პირდაპირ ეთერში დროებით.